საპროტესტო აქცია მერიასთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან თბილისის 43-ვე ბიბლიოთეკის თანამშრომლები შეიკრიბნენ მათი შეშფოთება გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ბიბლიოთეკები მედიათეკებით, ანუ ელექტრონული ბიბლიოთეკებით უნდა ჩაანაცვლონ. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე ასეული ადამიანი უმუშევარი დარჩება. აქციის მონაწილეებს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი შეხვდა, მამუკა ჩაცარავა აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 40 ბიბლიოთეკის გაუქმება არ მესმის. ნეტა ვინმე ამიხსნას, მე რა ხდება? მე რა უნდა მოხდეს? კითხველი აღარ უნდა, წიგნი აღარ უნდა, ბიბლიოთეკა არ უნდა. აი ეს მინდა გავიგო. მე შევხვდი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და აუხსენე, რომ მათთან არასწორად იყო ინფორმაცია მიტანილი. ბიბლიოთეკების დახურვაზე არ არის საუბარი, უბრალოდ ნახმარი იყო ტერმინი ლიკვიდაცია. რატომ? იმიტომ რომ ბიბლიოთეკები დაფუძნებული არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ჩვენ მივწერეთ მინისტრომ მომხდარიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის მერიაზე გადმოცემა, მაგრამ ეს პროცედურა არ განხორციელდება იურიდიულად ლიკვიდაციის გარეშე. ანუ ტერმინი ლიკვიდაცია უბრალოდ იურიდიულად იყო ნახმარი და არა იმისათვის, რომ ბიბლიოთეკები იხურება.